რუსეთის პირველ არხზე გადაცემა პოლე ჩუძესის, ან პოლე ჩუძესი თუ კიდე გადიოდა რამოთ არ მეგონა. ეთერში შესრულდა სიმღერა იმის შესახებ თუ რა კარგია ცხოვრება ინტერნეტის გარეშე. რატომ? ამერიკაში. და ეს არის კიდე საინტერესო. ლაშა მძინარაშვილი ყოფილა კასკადიორი, ქართველი. და 2022 წელს, ხო, მსოფლიო კასკადიორთა დაჯილდოების ტაურუს World Stunt Award-ი მოიპოვა, ანუ მთავარი პრიზი რა ეს და ამას ეძახიან კასკადიორების ოსკარს. გამარჯობა, ოჯახური პოდკასტი მოსკოლები. გამარჯობა. გვანცა და გიორგი. ცოლქმარ. გამოიწერეთ არხი. გამოიწერეთ ჩვენი არხი, არ დაგავიწყდეთ, ეს ჩვენთვის აღნიშნულოვანია. პატრიონზეც ვართ. მადლობა პატრიონის ხარდამჭერებს ძალიან დიდი ასევე. და დავიწყოთ. ვისაც უკვე გამოწერილი გაქვთ და კომენტარებს გვიწერთ და გვილაიქებთ და გულს შემატკივრებთ, მადლობა. კარგად მიდის ჩემი რეაბილიტაცია. ისე კარგად, რომ ვერანდის უბორკა გადავწყვიტეთ. ხო. მძიმე სამუშაოები კი გიოს შეეტენა, მაგრამ მეც რაღაცები ვქენი და დიუნის ჩატანა, საერცხი მანქანის ჩატანა. ხო. მთელი ზამთრის ზამთარიაც არ გავდიოდით. ხო. ნაგროვები, ჭუჭყი, მტვერი. ვინც აქტიურად უყურებთ ჩვენს პოდკასტს, კი გეცოდინებათ, რომ ვირთხის ამბავი იყო, შემოგვეჩვია და მაგიტო ის ქონდა დეზინფექციაც ქონდა გასაკეთებელი და მოკლედ დიდი ისინი ჩავატარეთ ვერანდაზე. საბოლოო შედეგი კარგი გამოვიდა, მაგრამ ჯერ არის დამთავრებული. ტემუდან მაქვს ერთი სატვირთო, ტემუზე მაქვს ერთი სატვირთო ისინი შეკვეთილი ამანათები. მართლა სატვირთოდ შეიძლება მოვაყენო და ჩამოცალო. ხო, ნელ-ნელა ხვდები, რომ ბევრი რაღაცა რაც ჩვენთან იყიდება. შეიძლება ტემუზე იყიდო იგივე, ანუ ეგეთივე კი არა, იგივე, ალბათ ერთი 5 ჯერი აფათ რა. კი. ანუ არის მაღაზიები, სადაც ატყობ, რომ ტემუდან გამოწევ რაღაცებს ყიდიან, როგორც ესე რა. ალბათ არის 5 მაგი მოგებით, იმიტომ რომ იგივე რაღაცები რაც გვიყიდა, ისეთი, ანუ რაც ჩამოვიდა აქამდე. ბევრი რაღაცა არის, ისეთი ხარისხი აქვს რა, ვერ ვიტყვი რომ ისა იაფფასიანი. ხო, რა თქმა უნდა, იქ უნდა დააკვირდე რა, იქ რევიუები, კომენტარები შეფასება. ხო, ეგ უნდა წაიკითხო, მაგრამ. ხო, და ეხლა უნდა ჩამოგვივიდეს ვერანდის დეკორაციები. ხო, და ის შევხედავ ხარისხს თუ კაი იქნება, აუცილებლად გაგაგებინებთ, გირჩევთ. იმიტომ რომ რაღაცები ვიყიდეთ აქაურ მაღაზიაში და სხვა შორის კარგი მაღაზია არის, მომეწონა, კარგი ხარისხის რაღაცები ქონდა, ლაპარაკი არის დეკორაციებზე, იქ რაღაცა ის იქნება ქოთანი თუ სანათი თუ ხელოვნური მცენარე და ასე შემდეგ. ეგეთი რაღაცები იყიდება და 50%-იანი ფასდაკლება ჰქონდათ. მაგრამ 50%-იანი ფასდაკლებითაც, რა ვიცი, ალბათ ერთი 5 ჯერ უფრო ძვირი იყო, ვიდრე ტემუზე არის რა. კი. ხო, და ახლა ველოდებით ტემუდან და აინახოთ როგორი ხარისხი იქნება. ხო, აი მაგალითად ისე რა ქვია, მობილური ჩასადები, რომელიც 4 ლარი მივეცეთ რაღაც ტემუზე რა და აქ ალბათ ერთი 30 ლარი ეღირებოდა რა. ხო. უბრალოდ ეგეთი. ანუ აქ რაც მიყიდია, წინა რაც მე ანუ ორიგინალი ამ ტელეფონის ისინი აღარ გამოდის, кейსები Samsung-ის, ისეთი ძველია. ანუ იმაში ვერ იპოვე. სოფლიოში ვერ იპოვე ვერსაც საიტზე და ერთი ვარდისფერი იყო ერთ ადგილას მარტო და eBay-ზე თუ რაღაცა და აღარ გამოდის, ამიტომ აქ ვიყიდე რაღაცა, სადაც 20-25 ლარი მეცე საშინელი ხარისხი იყო და ტემუდან გამოვიწერე რამდენიმე, ერთი 6 ლარი და 40 თეთრი თუ რაღაცა და მეორე 4 ლარი და რაღაცა ესე ღირდა რა. და ანუ ხარისხით ბევრად კარგი არის მასალა, როგორც ისა ყველაფერი რა მოკლედ რა და. ხო და მე ეხლა იმიტომ ლაპარაკობთ ამ ყველაფერს, რომ ესე მეც ზოგი არის, რომ ესე სკეპტიკურად უყურებს ძალიან და მეც ეგეთი რომელიც გზაშია, რომ გამოვიწერე, იმის ჩასადებებიც გამოვიწერე ტემუდან თან 2 წელი გამოვიწერე, ესეთი აფი იყო, რომ 2 ვერსია გამოვიწერე, რომელიც წავა რა. ხო და ბევრი არის, რომ ესე სკეპტიკურად უყურებს, რომ ტემუდან ასაც იწერ არ ვარგა რა. იმიტომ რომ აქვთ, ცუდი გამოცდილებაც აქვთ. მეც ეგრე ვიყავი, ძალიან ისე აპლიკაციას არ ვიწერდი რაღაცა ესე პრინციპულად. არ შევდიოდი აპლიკაცია მეც არ მაგან მოწერე.
ხო, ანუ იმიტომ არ ვიწერდი, რომ არ შევსულიყავი და არ დამეთვალიერებინა რაღაცები რა, მაგრამ რეალურად აი ხა გუში რაღაცა ბალიშები, დეკორატიული ბალიშები ქონდა საყიდელი. დივნისთვის. და რო ჩავედით ახლა მოლში და დავათვალიერეთ, ჯერთი არ არის არჩევანი. და მეორე, აი ამ ხელა ბალიში, აი ესეთი, ამ ხელა ბალიში 80 ლარი ღირდა დეკორატიული ბალიში. ძვირია რა. კი. ხო და იგივე, აი ზუსტად იგივე შეგიძლია ტემუზე იყიდო, არ ვიცი, 8 ლარად. კი. ნუ შეგიძლია იქაც შედარებით უფრო ისეთი დააკვირდე რა მასალა არის, როგორია, შედარებით უფრო ხო, ძვირია. დააკვირდე რამდენი არის გაყიდული და რა რეიტინგი აქვს. ხა 15 კაცმა თუ იყიდა და კარგი რეიტინგი აქვს, შეიძლება გააყალბო ეგ რეიტინგი რა 15 ადამიანს აყიდინო სიტყვაზე, როცა ის ახლა ანუ ტემუზე ხო ბევრი ვეღაცა ყიდის, ანუ ტემუ თვითონ არ არის რაღაცა წარმოებელი და თუ არის რაღაც 13,000 ადამიანმა იყიდა და რეიტინგი აქვს 4 და 7 რაღაცა გახსოვს, არ მახსოვს რა იყო, მაგრამ რაღაცას ქონდა 30,000 კი 100,000-იანებიც არის ხოლმე რა გაიყიდა 100,000 რეიტინგი ქონდა რაღაცა 4 და 7 და ხა წარმოიდგინე რა. ხო და მოკლედ ესე აი ერთი რაც ჯერ ვერ ვენდობი არის ელექტრონიკა რა. ხო. აი პლანშეტი ხო გამოვიწერე ხა Amazon-დან. ხო. მან არის ხოლმე რაღაც დიდი პლანშეტი 160 ლარად. აი რა 160 ლარად პლანშეტი კარგი როგორ უნდა რაღაცა 30 ლარიანი პლანშეტიც ხო იყო რეკლამას მოგეთ. ხო და აი ერთი ვცადოთ მე იქნება ვარ მაგრამ Samsung-იც გამოვიწერე Amazon-ზე არის კიდე ესეთი renew, ანუ Amazon-ის მიერ მეორადი, ოღონდ Amazon-ის მიერ გარემონტებული თუ რამე ნაწილი აქვს გაფუჭებული და ისეთი Amazon-ის გარანტია მოყვება, რომ არც ნაკაწრი აქვს, არც დაზიანება არ არის, ასე შემდეგ. და თბილისურ ფასთან შედარებით 1200 ლარით იაფი გამომდის. ანუ აქ რო იგივე მეყიდა 1200 ლარით ძვირი უნდა გადამეხადა. ჩვენ ესე თუ გავაგზავნეთ, აქ რეკლამას არ მოიტანს ჩვენთან არა. Amazon-ი და Temu ისედაც არ მოიტანდა, ამიტომ. არა. სხვები? აქაურებს ვამბობ. ხო და ვინც ჯერ რიგში არის და არ მიბდგომი ვარ, თვითონ მოიტანონ და. გადავახტებით. ესე თუ არ დავაშანტაჟეთ, ისე არ გამოდის მონაერად კომპანიები. ხო და ტექნიკასაც გირჩევთ Amazon-დან გამოიწეროთ. ხო არა, ჯერ ჩამოვიდეს, ჯერ ველოდები რა, ესე მასშტაბური შეკვეთა მეგონი პირველად მაქვს ესე. შენ ერთ საჩუქარიც მოყვება პატარა. რომელსაც არ მეუბნება რა თქმა უნდა რა არის და დავიტანჯე, აღარ შემიძლია. როგორ შეიძლება ესე. აი, ამ კვირაში იქნება წესით რა. ვერ გამოვიცანი თან ვერაფრით რა იყო. ხო, კიდე ახალი საიტი Zalando.com თუ Zalando.de რო აღმოაჩინეთ. ხო. ცნობილი ბრენდ დასაცმლის ბრენდები რო არის კარგ სეილებზე. კაი, შაური გვინდა შოპინგი. ხო. ოსკარები იყო. ხო, წინა ეპიზოდი რო ჩავწერეთ, მეორე ღამეს იყო მე მგონი. ხო. ой, რა მნიშვნელობა. და მამაკაცის თავარი როლისთვის აიღო სინაში, ვინც თამაშობს იმ ადამიანს. ხო, ტყუპებს თამაშობს და რომლისთვის აიღო? გაიკითხვა. რომელი ტყუპი მოეწონა? თუ ორივე ისეთი მაგარი იყო. უყურე, ერთი ხო თამაშობს ორივეს და ისე მაგრა თამაშობს ორივეს რა, რომ აი მაგის გამო მისცეს ოსკარი. ხო და ტყუპები რო არის თამაშა რა, ან ერთი პერსონაჟით, ან ერთი ძმა ითამაშა მარტო, ან მეორე. ფილმი რო ასე ყოფილიყო, რომ შეიძლება და არ მიეცათ. ორი ძმის მაგერად ერთი კაცი იყოს. შეიძლება და არ მიეცათ. შეიძლება არ მიეცათ. ანუ ორი როლი ითამაშა, ჩიტინგი არის რა. ორი როლი ითამაშა ფაქტია. ხო, რა ვიცი, რასაც ედი მერფი მაგას შვება, მაშინ სავსე უნდა გქონდეს ოსკარებით. ხო, მაგრამ ისეც უნდა შვება ყველას, რომ შეკრიბა მაინც ეს ბოლო ფილმებს გულს ხო? საშინელებები არის. ხო და არ ვიცი, რასაც ჩვენ უყურეთ, მე გამოვრთეთ, იმიტომ რომ მოგვეწონა. სინეს ხო? სადაც 1:40 წუთი ხო უყურეთ. კი. სულ მუსიკა ისმოდა ფონად. ხო, არ ვიცი, შეიძლება რა ვიცი, დავიღალე რო უყურე. იცი რა არის, ვიღაცა იფიქრებს ალბათ, რომ ნევროზი გვაქვს რა და არ გვაქვს აშკარად, ანუ საკმაოდ 7 ადამიანები ვართ. მაგრამ აი ხა ანუ ცუდი შეიძლება ჩვენ გადმოვწერეთ, ანუ უხარისხო ვერსიას უყურეთ. არა, იმას რას უშვები, რომ მუსიკა იყო რეალურად მთელ ფილმს მუსიკა ედო ფონად. ხო. აი YouTube-საც რო უყურებ ხოლმე რაღაცა ან პოდკასტს ან რაღაცას მსგავს რა, რაღაცა სიუჟეტი რო არის ხოლმე, რაღაცა საინტერესო ამბობს ყვება პოდკასტერი რა. და ფონად რომ მუსიკა არის სულ.
rilsებს ადებს ხოლმე ერთად. ხო, აი ძალიან ის არა მარტო rilsებს. ეხლა არ დავასახელებ ქართული არა, იმ პოდკასტიდან მოჭრილ rilsებს ადებენ ხოლმე მე. არა, მთელ რაღაცა ვიდეოს რო უყურებ და კლიპი თუ არ არის სიმღერას ვარ უსმენ, ანუ რაღაცა ამბავს როცა გიყვებიან ან ფილმს უყურებ, აი ესე ფონად გამოდმებით რომ რაღაცა მუსიკა არის, როგორი კარგიც არ უნდა იყოს და როგორი გემოვნებიანიც არ უნდა იყოს, ძალიან დამღლელია რა. ხო და სხვადასხვა რაღაცა ის არის კვლევა კი არა და რაღაც ესეთი YouTube-ზე ის არის რა YouTube-ზე TikTok-ზეც იმაზეც რომ რაღაცა თუ ლაპარაკობს რაღაცაზე და იმას მუსიკა ადევს უფრო დამაჯერებლობა ემატება და ხალხი უფრო უსმენს რა მაგიტო αδებს მე ყველა მუსიკას რა სხვადასხვა არის რაღაც ადამიანის გონება ესე მუშაობს კი მაგრამ მე რას დავაკვირდით ჩვენ ილსოს მე რა დავაკვირდი მე რას დავაკვირდი იცი ვარჯიშის ვიდეოებს რო ვდებდი ხოლმე ხო ახლა მოგწონს რა ვარჯიშის დროს რაღაცა მძიმეს რო აწევ რაღაცა ესეთი დრამატული მუსიკა უნდა ედოს რაღაცა როკი ბალბოას რაღაცა ეგეთი მაგრამ ძიმე ბასებით ხო რა რო ვდებდი ეს მე კი მომწონდა რომ ფონად მუსიკა იყო და იქ რეალურად ლაპარაკი არ იყო ისე რა და მოსასმენი არ იყო იქ საყურებელი იყო შეიძლება საყურებელიც არ იყო მაგრამ მე ხო მომწონდა მაგრამ ამას რო ვდებდი ქონა ცოტა ნახვა და როგორც კი თვითონ რეალური ისა ორიგინალი ხმებით დავდებდი ალბათ სამჯერ მეტი ნახვა ქონდა ანუ ალგორითმი უფრო ავრცელებს ხო არა მაგრამ გააჩნია რა ეგ შეიძლება ვარჯიშის ვიდეოებზეა ეგრე და ლაპარაკზე სხვანაირად არის ანუ რაღაც უფრო შთამაგონებლად ჟღერს ადამიანის ლაპარაკს რო ადებს მუსიკა რა ვიღაცას უნდა რომ მოდი დრამატული გახადოს ხო მაგრამ ადებს მუსიკას ეხლა ხო ყველაფერი ბუნებრივი შემოდის მოდაში რა ნუ ალბათ ეგეც გადავა მოდიდან ხო მაგრამ ნუ მოკლედ ტრენდი ჯერ ეგეთია უბრალოდ რა ვიცი ტრენდი კი არა და ქცევა. ხო, მოდი მივუბრუნდეთ იმას ფილმებს. Sinners ოსკარებს ხოდაშორის კარგ ვიდეოს გირჩევთ ბილ მეიერი ცნობილი ამერიკელი კომიკოსი არის და სატირიკოსი თუ არ ვიცი ესეთი. პოლიტიკაზე იუმორი აქვს ძირითადად და კარგი ის ქონდა HBO-ზე შოუ აქვს და ოსკარების კარგი მიმოხილვა ქონდა დავლინკა ვახწერაში. მეც მომეწონა. ხო. ისე იყო, საჩვენო იყო. კარგად იცის ხოლმე, ესე რა ქვია, მიას მოასვამს ხოლმე. რაღაცებს რაც თქმელია და ხო, ეს რაც ბილ მარი თუ ბილ მეიერი თუ არ ვიცი, კიდევ ვერ გავიგებია. ბილ მარი არ არის. ბილ მიურეი არის მსახიობი. ეს არის ბილ მეიერი. ხო. მეიერი წერება და ზუსტად ეგრე გითხრა. ხო, მოკლედ Sinners რაც შეეხება არ მოგვეწონა. სინერით ვერ ვიკაიფეთ. მე შეიძლება მეორე ნაწილი უკვე იქ რაღაც ის რო იწყება ვამპირების ხოცვა შეიძლება კაი იყოს და თუ გინდა მიუბრუნდეთ მე. კიდე ოსკარზე ნომინირებულებიდან One Battle After Another გვაქვს ნანახი. კი. დიკაბრიოსი და ბუგონია თუ როგორ არის? ბუგონია. მეც ჯერ იმაზე ვილაპარაკოთ One Battle. ეგ გახდა საუკეთესო ფილმი. მივიხილეთ მეგონი. რომ ნახეთ იმის მე ერთ-ერთი. არა, მე არ მახსოვს. რა? ნუ ჩემთვის არ ვიცი, დიკაპრიო ყოველთვის. ნუ ხა გაისაყურებელია ყოველთვის და ყოველთვის არ ვიცი. იმას რა ქვია? ბენისიო დელ ტორო არის? მეორე ტიპი მიც ეხმარება. აუ არ მახსოვს ესა. გვარი. ხო და ერთ მე კაი ანალიზი ვნახე ვიღაცას ქონდა შედარებული ეგ ფილმი არისო ტერმინატორი 2-ო ხო მახსოვს ოღონდ აი პერსონაჟები რო შეცვალო რა ანუ სარკისებორე ხო ანუ იგივე მისიის პერსონაჟები არის რომ სხვანაირად მაგალითად დიკაბრიო იყო შედარებული სარა კონორთან ხო მისი შვილი იმასთან ოღონდ პირიქით ანუ სარა კონორი ხო სარა კონორის სარკისებური ვერსია ეს ბენისიო დელ ტორო არის მე მგონი თუ არისტოტელე არ ვიძახი გვას ვინც ეხმარება და ვისაც დაყოს მაგარით ეგ იყო თვითონ ტერმინატორი ტერმინატორს შედარებული რა რომელიც იცავს სარა კონორს და თავის შულს ეხმარება რაღაცებში შონ პენის პერსონაჟი შედარებული იყო იმასთან T1000 რიცხვის წყალი რობოტი რო არის და ისიც ესე მოკლედ ბევრი ანალოგია იყო რა და რაღაც რო უყურებდი ვა ესეც დაემთხვა და ეს ტერმინატორის შებრუნებული ვარიანტია თუ რაღაც. აი კუთხით რო შეხედო, ბევრ რაღაცას დაინახავ ეგრე. ხო და ის გოგო დიკაპრიოს ცოლი ვინ არის?
არა, ნუ ეხა ყველა პერსონაჟი არ ემთხვევა, მაგრამ ძირითადი პერსონაჟები და ფაბულა რა. ხო, არ ვიცი მე ხა ეგეთი. მაგრამ მეც მომეწონა რომ ანახე ეგ ისა, კარგი. ასე იყო დაჭერილი რაღაც. ანუ იქაც ისე მაგრამ მთლიანობაში იქაც ხო ვისაც არ გაქვთ ნანახი და გასპოილერებთ ეხა, ცოტა გადახდეთ წინ. ეს შონ პენის პერსონაჟს ვინც აზრებს დავალებებს ასე ვთქვათ, რომ ის გოგო გაანადგუროს და ეს ძველი რევოლუციური ტალღა ჩაახჩოს. იქაც ხო ეს არის რა, რომ სარა კონორი იყო რევოლუციური მოძრაობის ისა რა, რობოტებს ვინც ებრძოდა. აი მათაც ესეთი ისინიც რაღაც ეგეთი სასტავია, რაღაც თეთრკანიანების ბატონობა უნდა თუ რაღაც ეგეთი დარტყმული სექტასავით ტიპები არიან. გახსოვს? კი, როგორ შონ პენის საწყლება, ანუ ბევრი მსგავსება არის რა. ძირითად ფაბულაში. ხო, მოკლედ აი მაგრამ ხო საყურებლად კაი ფილმი იყო რა. არა. ეხლა მეორეჯერ აღარ მომიდება ალბათ ნახო, მაგრამ არ იყო კაი ფილმი. ანუ მე შონ პენი ესეთი მაგარი იყო, რომ ყველა სცენა მევასებოდა. მეც ვთქვი. ხან ის არის ნელა ლაპარაკობდა, ამიტომ ეს არის რა. ხო, ანუ მიუხედავად იმისა, რომ დიკაპრიო ვინ გაცრის მაგდენს. ვით გადართავს ხალხი. მიუხედავად იმისა, რომ დიკაპრიო მე აღნიშნე, რომ როგორც ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე იყო, ფილმით არ აღვთო მან დიდად. ხო, უკეთესი ფილმებიც აქვს. კი, ბევრად. ხო, დიკაპრიოს გამოგხოდა შეიძლება მე მოლოდინი და ჰაიპი იყო, რომ აი ესეთი მაგარი ფილმია და ალბათ ოსკარს აიღებს და რაღაც, მაგრამ ხო. რა არ იყო ცუდი ფილმი რა, ჩემი აზრით რა. თან შონ პენი აი ძალიან მაგრად თამაშობს. შონ პენის პერსონაჟი არის სასწაულად მაგარი. ეტყობა აღარ გახსოვს ფილმი კარგად. ძლივს დავამთავრეთ რა, რა მოგეწონა. არა, ნუ რავი, ხთრიანობაში არ ვიტყვი ცუდი ფილმია რა. არა, ცუდი ფილმი არ არის ხა ჩვენი დასაწონი რა ჭერს, მაგრამ ნუ აი არ ვიცი რა. ვერ იყო ისეთი. ანუ აი ბოლოსაც ახლა ეს მანქანით დევნის სცენები როა რაღაცა იყო საინტერესო. ხო, არა, იმიტომ არა რომ რაღაცა ექშენი აკლდა ან რაღაცა, არ ვიცი მოკლედ. სამაგერად შონ პენს ეკუთვნოდა ოსკარის მაგროლის. კი, შონ პენი ძალიან კარგი. სხვები არ მაქვს ნანახი ხა რომ ეკუთვნოდა რა. კაი როლი იყო. სხვები არ მაქვს ნანახი შევადარო. შონ პენი ძალიან კაი იყო მართლა. ხო, აი რაღაცები დამაკდა, თუნდაც აი დიკაპრიოს პერსონაჟი ძალიან პატარა სცენები ჰქონდა. ხო. არა, კარგი პერსონაჟი იყო. კარგი პერსონაჟი შექმნა. არ ვიცი მოკლედ. ჩემი აზრით ამ მსახიობებით, ვინც იყვნენ იქ, ბევრად კარგი ფილმი შეიძლება და გამოსულიყო. ბუგონია მე ჩემ მომეწონა უფრო მომეწონა. ბუგონია მეც მომეწონა ძალიან. კარგი ის იყო სატირა. სუკანი მეთ დეიმონი რო თამაშობს, ფეთ დეიმონს რო ეძახდნენ ადრეს, სადამ პუტკონა იყო. ხო, ეხლა ძალიან გახდა. ფარგოს მეორე სეზონში იყო პუტკონა. მე მაქედან დაერქო მე მგონი ფეთ დეიმონი. და ის ემა სტოუნი არის, ხო? ემა სტოუნი. ემა სტოუნი და ოკეი, ვერ მახსოვს მოხსახებს ეკი ამ ფეთ დეიმონს. არც მე არ მახსოვს, რა მშობ. მაგრამ ნუ კარგად თამაშობს ძალიან. ანუ ხო, აი ესეთი პერსონაჟი რა, თან ცოტა გიჟი რო არის, თან ჭკვიანია რა, რაღაცებს ისეთი ისინი ქონდა. რა ქვია, სიტყვით გამოდიოდა რაღაცებს ამბობდა, რომ ჭკვიანი იყო. ვისაც არ გაქვთ ნანახი, სპოილერები იქნება. ხა ისე ვერ განვიხილავთ თუ არ იქნება სპოილერები, უკვე დაახვიეთ. ჭკვიანი არის რა თქმა უნდა, ანუ ეს რაც სპოილერები მოდის? ხო, სპოილერები მოდის, გადაახვიეთ. ვისაც ნანახი არ გაქვთ. ჭკვიანი არის რა თქმა უნდა, იმიტომ რომ რაც აღმოაჩინა, რეალურად ეს ერთადერთი ადამიანი იყო, ვინც აღმოაჩინა ეს, ხო? უბრალოდ თავიდან ისე იწყება, რომ გიჟი გქონია ხა. მაგრამ მე მაინც თავიდან ვერო დაიწყო, მივხვდი, რომ ეს იყო რა. აი, უფრო კარგად შეიძლება და მაგის გაკეთება, რომ აი ვერ მიმხვდარიყავი, რომ რეალურად ოცხოპლანეტელი იყო ეს. ანუ კარგად იყო გადაღებული, კარგი დიალოგები იყო, კარგად თამაშობენ, ყველანი კარგად თამაშობენ. ეს პოლიციელიც, ანუ მეორე ხარისხოვანი როლი აქვს, მაგრამ ძალიან კაი. ხო, ეგ ხაზი ვერ მივხვდი მანდრაშუაში, იყო ცოტა, ანუ რაღაცა მისი პერსონაჟი რო კარგად დაგვინახა, ალბათ მაგიტო არის, მაგრამ
ეგეც უცნაური ხაზი იყო რაღაცნაირი რა მისი ურთიერთობა შერიფთან ხო აი ეგ მინდოდა ახლა მე თქვა შეიძლება რაღაცებს იმდენად ისეთი ფილმია რომ აი სულ რაღაცა გინდა რომ აი რაღაცა გაიგო რა შეიძლება ეს იმიტომ გვაჩვენებდნენ ამ დედამისის ისტორიას და ამ შერიფთან ურთიერთობას რომ ეს ტიპი როგორ გახდა ასეთი ეგ ეჩვენებინათ რა ხო აი დედამისის ტრაუმა ეს ბავშვობის ეს ტრაუმა რაც შერიფთან ჰქონდა ამან რომ ცოტა ესეთად მოიყვანა თორე ისინი ჭიერი ტიპი გამოვიდა ხო ამხელა რაღაცა გაშიფრა თვითონ ხო მაგრამ თან ეს რაღაც სიგიჟეები ჭირდა ხო და კიდევ ერთხელ ნახავდი ამ ფილმს რა მეც ვნახავდი იმიტომ რომ დაიწყო ფილმი აი დაწყების წამიდან გინდა გაიგო რა ხდება ანუ გინდა გაიგო რომ აი სწრაფად ერთი მომენტი ვთქვი კიდეც რომ ეხ გადავახო ბოლოში და ვნახავ რა ხდება და მე გადმოვახავ და ისე უყურებ თქო და რაღაცები დარწმუნებული ვარ რომ გავმაზეთ რაღაცა დიალოგებთან ბევრი ლაპარაკია რა ბევრი დიალოგია ბევრი ის არის ფიჩი არის და რაღაცები გამოგჩა დარწმუნებული ვარ მე მომეწონა ხო ის აქვს ვიზუალი ანუ რა ქვია ფორმატი რეზოლუცია ხო სხვანაირი აქვს ცოტა თუ ნახავთ არ გეგონოთ რაღაცა უხარისხო გადმოწერეთ ანუ 16:9-ზე არ არის სხვანაირი ის აქვს კიდე უხდება ეგ რაღაცა კადრებიც ისე არის ხოლმე რა რომ წესით აი ერთ პერსონაჟს რო აჩვენებენ აქეთ ხო აქეთ სივრცე უნდა იყოს და ეს ერთ პერსონაჟი რო ლაპარაკობს ხოლმე ზუსტად შუაში არის და ზუსტად სიმეტრიულად არის ხოლმე და ისა კიდე ფილმის დიზაინი თუ არის art direction-ი თუ production design-ი ხოია production design-ი ალბათ ეს ჩეპტე ანუ თავები რო არის დაყოფილი და ბრტყელი დედამიწა რაღაცა ის ძალიან გემოვნებით და კარგად იყო გაკეთებული კი ისინიც რა ქვია შრიფტი თუ რა ქვია იმას ფონტები ხო კარგია ბუგონია მომეწონა დანარჩენების ტრეილერები ვნახეთ ყურება დაგვიზარა არა რაღაცა აი პინგ-პონგზე რო არის ტიმოთი შალამე რო პინგ-პონგერი არის დაგიზარა მეც რაღაც რო უყურე ტრეილერს ჯერ პინგ-პონგი როგორც ეხა არ გამაკრიტიკოს არავინ ჩემ უბრალოდ ჩემს იმას აზრს ვამბობ რა პინგ-პონგი როგორც სპორტია აი საერთოდ არ მაინტერესებს მე მგონი ერთადერთი თამაში ხო იყოს თამაში არ ქვია ხა იმას რაც ხო ნუ ესე გასართობად შეიძლება ხო მაგრამ ყურება ვერაფრით ვერ უყურებ მე მგონი ერთადერთი სპორტია რასაც ვერ ვუყურებ და პინგ-პონგის ჰაილაითები ასწორებს ხანდახან სასწაულებს ვერ უყავენ აი მეცვინება რომ უყურებ აი რაღაცნაირ სასაცილო არის აი ჩოგბურთის პაროდია მგონია რაღაცა რა არა გაისა თამაშობ პინგ-პონგი ხო და აი პინგ-პონგი ხო არ მომწონს და ვერ ვუყურებ პინგ-პონგი ხო პინგ-პონგი არა მე პინგ-პონგს ვეძახი პინგ-პონგი და ტიმოთი შალამეს ხო ვერ ვიტან საერთოდ და რა მეგონი ერთ-ერთი სპორტია ეს რა ჟღერადობის გამო ანუ რა ქვია რახმასაც გამოსცემ სპორტი ისეთ სახელი რო ქვია პინგ-პონგი აი ეს მაგიდის ჩოგბურთი ქვია მაგრამ ხო პინგ-პონგი აი რაღაცა ისო იყოს რა ქვია UFC-ს რო ერქვეს MMA-ს მაგალითად ბათქაბუდკი არა ტყაპატყოპი უფრო ბათქაბუდკი ხო ბათქაბუდკი ბოქსი იქნება უფრო კრივი ხო ან რაღაცას ტყაპატყოპი ხიცი რა იდეა მომევიდა ეხლა დარტსი დავკიდოთ ვერანდაზე ხო და არ მომთავრებინებ არაფერზე იმიტომ ეს პინგ-პონგი ხო არ მომწონს და არ მიყვარს და ტიმოთი შალამე კიდე უფრო არ მიყვარს და არ მომწონს და აი რანაირად უყურო ხა ეგეთ ფილმს ამიხსენ ისა რა ქვია ჰამნეტი სპილბერგის ხო ეგ არ გვინახავს მე მგონი რაღაცა ვნახეთ ისა ჰორორი რო ვნახეთ იმ ქალმა აიღო ოსკარი მოხუცი ქალის როლს რო ასრულებდა ხო weapons ხო ეგეც ნახევო კი არა ეგ საუკეთესო ფილმზე არ იყო წარდგენილი არა საუკეთესო ფილმზე არ იყო მაგრამ ამ ქალმა აიღო ოსკარი მე დამევასა ეგეც კი ის იყო ძალიან საინტერესოდ იყო გადაღებული კი ხო კიდე ჰორორებში ხანცა მაყურებინა ჰერედიტერი ხო რაც არის მაზოხიზმია მაგის ყურება კონჯურინგი ხო არის და არ მეგონა რომ ანუ კონჯურინგზე ბნელი რამე იქნებოდა კიდე არა და როგორ აი მართლა ისე გაგაფრთხილე ძალიან ხო მაგრამ ანუ შენ თქვი რა კონჯურინგის ნაირი არის ახლოს არისო რა მაგრამ ანუ სურო კონჯურინგის ნაირი ყოფილიყო ხო
მაინც ანუ ვერო ძიმე იყო საყურებლად რა, ანუ ძალიან დავიგრუზე. გავწყვიტეთ ერთ მე შუაში და მეორე დღეს გავიზრდეთ, იმიტომ რომ ანუ ემოციურად და დავიღალე, დავიძაბე, დავიგრუზე, ხო, იმიტომ რომ იქ ის არის ტრაგედია არის რეალურად. ხა კონჯურინგში არ კონჯურინგში უყურებ როგორ იბრძვის ეს ოჯახი გადასარჩენად. და იქ უკვე ხდება ტრაგედია და მერე კიდე ბოროტებას ებრძვიან თუ ვერ ებრძვიან და რეჟისურა ქონდა სასწაულად მაგარი რა. ალბათ ჰორორებში რაც მინახავს არის ფლანაგანი ალბათ ეს ჰერედიტერი გადაღება ხო უჟასობა როგორც იყო გაკეთებული კი არა თან უკვე რთულია რეალურად იმდენი და არაფრით ნუ რაღაცა სპეციფიკებიც იყო მაგრამ იმდენი ჰორორია გადაღებული და იმდენი უკვე კლიშე არის აი ჰორორებში რო კლიშეები არის აი მაგდენი არ ვიცი რა ხო ეს კარადას რო გააღებ და ესე რო არის აქედან არის გადაღება და რო იხურება და აქ რაღაცა გაჩდება სარკეში რო რაღაცა არის აი ძალიან ბევრი კლიშე არის რა ყველაფერი ნაცადია უკვე და რეალურად რაღაცა ახალი რო თქვა ჰორორში ძალიან რთულია რა კი ჯერთი მე ესე უყურებ ჰორორ მე ჩემს საყვარელი ჟანრია ჰორორი და ეგრე უყურებ რომ ოღონდ შეაშინო მაყურებელი არ უნდა იყოს ჰორორი არ მომწონს ეგ ჟანრი ხო რა თქმა უნდა ანუ სტორი უნდა იყოს კარგი რა ისე აზრი არა აქ დებილობა არის რა ვიცი ეს და დაჩეხე და გასისხლე რაღაცა არ არის კაი საყურებელი რა მაგიტომ მომწონს ფლანაგანი მაიკ ფლანაგანი რეჟისორი მისი ფილმებისაც აიგოთ რა ნახი ყველაზე Netflix-ი არის House of Usher და მაგითი დაიწყეთ ყველაზე ბოდიში ყველაფერი Hill House of Usher კი არა The Fall of the House of Usher ესეთი ხო და ეს არის ედგარ ალან პოს ყორანის მიხედვით არის გადაღებული House არის ისიც არის სახელი დამორყე ჩემს საყვარელი ის რო არის Midnight Mass ხო აი ფლანაგანის ყველაზე სუსტი სერიალიც კი ისეთი მესიჯის მატარებელი არის და ისეთი შინაარსი აქვს რომ აი აუცილებლად რაღაცაზე დაგაფიქრებს რა რომ უყურებ მომენტ ყველაფერი არის Netflix-ზე ისა Bly Minority ხო არის Bly Minority არ მახსოვს არ შემხვედი ხო მოგეთ ხო Midnight Club-ით ჩემთვის ჰორორი ესეთი სიღრმისეული ჟანრი არის რა ხო ვიღაცამ შეიძლება დამწინოს მაგრამ მე სხვანაირი ჰორორები მომწონს მოკლედ ანუ ჰორორში შეიძლება უფრო ძაფრად გადმოსცე ადამიანის ემოციები და სიყვარული და შიში ანუ უფრო მეტ საშუალებას გაძლევს მაგისას რა მაგრამ აი რთულია აი ფიქრობ რომ აი როგორც კომედია არის ძალიან რთული ჟანრი ისე არის ჰორორიც რომ კარგი გამოგივიდეს რა ხო თან უკვე წეღა როგორც თქვი ეგ არის რომ უკვე თან რაღაცა ორიგინალური უნდა გადაიღო რა აი ეს უბრალოდ გადაიღე და შემაშინე და იქ სარკეში რაღაცა გამოჩნდა და სული რაღაცა იმას აბრახუნებს კარს აბრახუნებს აი ხო და ისიც მაგ ჰერედიტერის რეჟისორის არის მიცომერი კიდე რაღაცა იყო ხო ეგეთი ეს ბუგონია სცენარისტი არის მე მგონი ხო თუ არ ვცდები რეჟისორი არა მაგრამ მე მგონი სცენარისტი არის ხო ბუგონია ჰორორი არის არ გიგონოთ ხო არა ბუგონია კარგი იყო ეგეთი ფილმები ასწორებს რა რომ აი ვერ მოწყდები რომ უყურებ ეგ არის რა პროდიუსერი არის პროდიუსერია ხო და სხვადასხვა ეხა ვნახე თვითონ ემოსტოუნის ყოფილა პროდიუსერი სხვადასხვა ძალიან მომეწონა ემოსტოუნის ძალიან მომწონს და ამ ფილმში ძალიან კარგად თამაშობდა აი ისე რომ უნდა ითამაშო აი ძალიან ოქროშუალედი რომ უნდა დაიჭირო რა რომ აი მართლა უცხო პლანეტელია უცებ გეგონება და უცებ ფიქრობ რომ არა ჩვეულებრივი ადამიანი აი რაღაცა მომენტში აი რაღაცა ის პატარა დეტალებში ისე აკეთებდა მაგათაც აი სასტრაფოს მანქანიდან რომ გამორბის და რაღაცა უცნაურად რომ მორბოდა აი სუფთა რაღაცა ისეთი ადამიანური მოძრაობები არ ქონდა მაგ დროს რა ხო მოკეთ კარგი იყო ყველაზე ძალიან მგონი ფილმებზე ლაპარაკი გვიყვარს ხო? ხო. რამდენი ხანი ახლა ფილმებზე ლაპარაკობთ? ეცვა შენიშნო ხომ მოგცა? კი. რამე მელომანიური დაარქვიო მაშინ ასე. კი.
ჩაკ ნორისი? ხო, ჩაკ ნორისი გარდაიცვალა. აბა, ეპოქა. თავიდან მე ჩაკ ნორისი პირველად ნახე, ის იყო ბრუსლის ეჭხუებოდა და არ მოგეწონა. ეხლა გინდა სასწაული გითხრა. ჩაკ ნორისის არც ერთი ფილმი არ მაქვს ნახე. არც ბრუსლის რო ეჭხუება ეგეც არ გაქვს ნახე? არა, უყურე, ჩაკ ნორისის ფილმებიდან ძალიან ბევრი ნაწყვეტი მაქვს ნახე, თუნდაც. ხო, ეს ახლა მეც ვერ გავიხსენებ რა. ტელევიზორში გადიოდა ადრე თორე მე არ გადმომიწერია ზუსტ ჩაკ ნორისის ფილმი რომ მეყურე. არა, გადმოგიწერია ერთია, მაგრამ ახლა ხო შეიძლება შეგხვდეს მაშინ რა ქვია, ტელევიზორში და უყურო. ხო. ხო, ჩაკ ნორისი რამდენი წლის ასაკში? არ ვიცი. 60-ზე მეტად იქნებოდა. ხო, ანუ ჩაკ ნორისი ფილმებზე უფრო აი ეს რაღაცა გადაობები რო აგორდა, რომ რაღაცა ყველა აზიდვა გააკეთა და რაღაცა დებილებები რო იყო. ეს მაგითი უფრო. ხო, ეგ ჟანრი აქედან შემოვიდა. ხო. კაი, კიდე რა გვაქვს ახალი ამბები, კინოებს რო გავცდეთ. ახალი ამბები? ხო, ეხლა მე მაქვს რამდენიმე შეხვდა ძალიან საოცრო რა. მაგალითად ის არა ქვია, აი ესეთი ის შეხვდა. რუსეთის პირველ არხზე გადაცემა პოლე ჩუძესის, ან პოლე ჩუძესი თუ კიდე გადიოდა რა ამათ მეგონა. ეთერში შესრულდა სიმღერა იმის შესახებ თუ რა კარგია ცხოვრება ინტერნეტის გარეშე. ესეთი ნიუსი არის, ვერ ვნახე ეს ვიდეო ვერსად. და სიმღერის ტექსტში რა თქვა მე რომ ადამიანებს ტელეფონი არაფერი სჭირდებათ, მის სამღერი კი ასე ჟღერს არ ვზივართ თქვენს ინტერნეტში. ხო და ანუ სერიოზული სიმღერა იყო, გერი ხურეს. მართლა მიუძღვის სიმღერა რომ კარგია ინტერნეტის გარეშე ცხოვრება. აჰა. და ეს პოლე ჩუძესი კიდევ ესე აქტიურად ხო და ნუ მე მიდის წამყვანი ვინ არის? თეორიები რომ არ ვიცი ხო ნახავ თეორიები არის რომ ისევ იაკუბოვიჩი იქნება. მე მახსოვს მე რო პატარა ვიყავი. პოლე ჩუძესის წამყვანი ვინც იყოს? ულვაში ხო იაკუბოვიჩი. ანუ მაშინ ისეთი იყო, შუახნის კაცი იყო უკვე და რა ვიცი. რანაირად იქნება? აი ნახავ ხა. ხო და ანუ რუსეთს ამზადებენ რომ ინტერნეტი ჩაკეტონ რა. როგორც ირანში და რაღაცა ჩრდილოეთ კორეაში და ჩინეთში, რაღაცა ჩინეთში ცხოვრი რაღაც შეზღუდვები ინტერნეტზე. მე როგორც ვიცი, მათ Google-ზე წვდომა არ აქვს და რაღაცები რა. და რაღაცა ეგეც უმზადებენ რუსეთსაც. ცოტა ნელა აჩვენა ხალხს ამ იდეას რა. რომ ამოკეტონ game show Field of Wonders ეს არის ინგლისურად 90-იანებიდან მოდის აბა ვნახოთ რა დღემდე ვინ არის წამყვანი ხო იაკუბოვიჩი იყო დღემდეო ვა ყოჩახ 91-დან პრეზიდენტ აწერია ანუ 91 წლიდან მიყავს პოლე ჩუძესი აი მე როგორ არ გაგიჟდა როგორ არ დამოგბეზდეს 91-დან ანუ მიყავს 35 წელია 80 წლის არის ახლა და ეს 80 წლის ასაკში მიყავს კიდე მესამე რამდენიმე წლის წინ ნახე სადღაც შემხვდა რა და კიდე ის ხდება აი კომპოტებს უჩუქნიდან და რაღაცა გახსოვს და მოკითხვა ჩემი მას და მოკითხვა ამას ანუ ზუსტად იგივე ხდება არაფერი შეცვლილი ნუ აბა ეხლა რა უნდა შეცვლილიყო რაღაც შემოწმდა და მასაკრა და აპდეიტონ გადაცემა აუ რაღაცები ხო არის ისედაც რაც აი რაც 90-იან წლებში კარგი იყო სიტყვაზე რაღაცა გადაცემა დღეს ვერ იქნება ის კარგი ანუ ეხა არავის რაღაც შეურაცხყოფას არ აქვს მაგრამ ეგ მაგ სტილის გადაცემები ჩვენთან პერიოდულად არის ხოლმე ხო და ეგ უნდა მეთქვა ეხა მაგალითად რა ვიცი ცეკვავენ ვარსკვლავები სიტყვაზე ვამბობ რა პირველად რო გამოვიდა ცეკვავენ და რაღაცა სიახლე იყო ჩვენთან აი მე რამდენი სეზონი შეიძლება რომ გააკეთო აღარა ვარსკვლავები აღარ არიან რეალურად ან ობიექტურად რო უყურებ ვინ არიან ვერ ხვდები ვინ მოცეკვავია და ვინ ვარსკვლავია ვეღარ ხვდები რა და ის ვინც მოცეკვავები იყვნენ ისინი ვარსკვლავები რო გახდნენ და მე ვარსკვლავის სტატუსით ცეკვავენ თუ რა ხო რაღაცა ის ვაჯერდი პატარა ამერიკაში გადის მე მგონი ხო და უყურე მაგას ვამბობ ამერიკაში რო არის ის რაღაცა ჰოლივუდის მსახიობები და ვიღაცები იღებენ იქ მონაწილეობას და ჩვენთან ფიზიკურად მაგდენი ხანი ვერ იქნება ეგეთი რეიტინგული და ეგეთი პოპულარული რა ხო და ამასაზე ამბობ ხო და არა იგივე რო გაგიკვირდა რომ იგივე შვებიანო ჯერთი ის გადაცემაც აღარ უნდა იყოს წესით ხო მაგრამ ეხლა ცეკვავასკოპი არის რამდენი რაღაც 10 სეზონი იყო ხო თუ რაღაც არა რა 10 მეტი
მოგეთ 30 წელია გადის. ანუ თან ცეკვენ ვარსკვლავებში კიდე რაღაცა იცვლება და შეიძლება რაღაცა 10 წელი რაღაცა არ იყო პოპულარული და ეხლა გახდეს პოპულარული და ისაც ეკო. ხო. და იქ არ არის მაღაზე. იქ არის იაკუბოვიჩი და ვიღაც ადამიანები, რომლებიც კომპოტებს ჩუქნიან ამას და მოკითხას უძღვნიან თავის იმას დედას, მამას, ცოლს, შვილს, ძმას, ბიძას ჩამოთვლიან ხო და ხსოვს დიდი ხანი რო თვლიდნენ და უყურებდი ხოლმე? კი. რა თქმა უნდა. ხო და ანუ კიდე ეგ ხდება რა, ანუ იქ არ არის რომ ეხლა წინა სეზონში სხვა ვარსკვლავი იყო და ეხლა ამ ვარსკვლავში ვხედავ და ის არ მომწონდა შეიძლება ეს ვარსკვლავი მაინტერესებდეს არის მსახიობი ან სპორტსმენი, მაგრამ იქ ეგ რა არ არის. და ეხლა ჩვენთან ის რო აღადგინეს, ვის უნდა 20,000? ვის უნდა 20,000 ხო? ხო, ეხლა ეგ ხო, ეგ ხა ისეთი რაღაცა არის რა, რაღაცა ინტელექტუალური გადაცემა არის, რაც ყოველთვის ეყურება მაყურებელი. ხო, მოგენ პოლიჩუძეს. ჩინეთიდან მაგ კიდე რაღაცა. ჩინეთიდან? ტემოს გარდა. ჩინეთში არის ესეთი აქცია რა. ერთ-ერთ რაიონში უჩვეულო აქცია დაიწყო. ნუ რაიონი ხო წესებს ევროპის ხელა არის მოსახლეობიდან. რაღაც ეგეთი იქნება. ადგილობრივ მოსახლეობას წონის დაკლების სანაცვლოდ ხორცს ურიგებენ. South China Morning Post-ი წერს რა. აქციის პირობების მიხედვით, რომლებიც ძიანგსუს პროვინციის ქალაქ უსის ლიანსის რაიონში მიმდინარეობს, მონაწილეებს შეუძლიათ მიიღონ 9 კილოგრამი ძროხის ხორცი ყოველი დაკლებული 9 კილოგრამის წონის სანაცვლოდ. და ესე ვინ საზღვრავს მაგას, ვინ რამდენი კილო არის? მიხვალ აიწონებ მეორე დღეს თუ მიხვალ აიწონებ და 9 კილოთ ნაკლები ხარ, მოგცემენ ხორცს. კიდე მე შემდეგი დღეს მიხვალ კიდე 9 კილოთ ნაკლები ხარ, მოგცემენ ხორცს. ნუ შემდეგი დღეს არა, შეიძლება დღეში 9 კილო ვერ დაიკლო, მაგრამ როცა მიხვალ და იმ წონაზე 9 კილოთ ნაკლებს დააფიქსირებ, ახლა შენ ხორცი. ნუა. ხო. და რატო გააკეთეს ესეთი რაღაცა? რამე ის არის ჭარბწონიანობის პრობლემა აქვს თუ? ხო. მართლა? მონაწილეები უნდა აკმაყოფილებდნენ გარკვეულ კრიტერიუმებს. სხეულის მასის ინდექსი უნდა აღემატებოდეს 23-ს, ხო, ჭარბწონიან შენ თუ 23-ს, ხო, წელის გარშემო მოწერება უნდა იყოს 80 სანტიმეტრზე მეტი, ქალებისთვის 90-ზე მეტი კაცებისთვის. გაზომვები 27 მარტამდე გაგრძელდება. განმეორებით აწონა ჯილდოს მიიღო ვერტაშვილის დასაწყისთან იქნება შესაძლებელი. ხო, რა რომ დაიკლონ ასე აიმაშობენ და ხორცს ჩუქნიან, რა ვიცი, შეიძლება რაღაცას ხორცის ჩაუწვა ძალიან ბევრი და ესე ასაფერს არ ვიცი. რა ხდება და ესეთი აქცია არის. მე რა მაინტერესებს იცი? ეხა აი ეგეთი რაღაცა შეიძლება ვიღაცა კერძო კომპანიამ გააკეთოს? რატო შეიძლება? რეკლამაც შეიძლება იყოს. რო ესეთი კამპანია აქვს. ხო, მაგრამ 9 კილო ხორცს რა ჩუქებ რაღაცას. ხო. ის ხორცი ხო უნდა რაღაცა შეწვას, რაღაც კერძი მოამზადოს. თან ის ხორცი უნდა ჭამოს თავი კერძთან ერთად გემრიელა და თან წონაში დაიკლოს რანაირად გამოარჩევს. ხო, მაგრამ ისა აქვს мотивация აქვს, რომ ის ხორცი გაყინო, სადამდე შეძლებ დაკლებას და მე დაიწყო ერთიანად ჭამა. ის ხორცი ისა ანუ ქათმის ფილებს ურიგებენ თუ ორაგულ. არ ვიცი, ანუ ის ხორცი мотивация გაქვს რა, სტიმული გაქვს, რომ ჯანსაღ რაღაცებში გამოიყენო. და არ ვიცი, შაურმაში მაგალითად. ხო, მაგრამ ნუ მეყოლა რაღაცა ზეთში შეწოვან რაღაცა ადამიანს ჭარბიწონის პრობლემა აქვს, ესე იგი ის უნარჩვევები არ აქვს, რომ ჯანმრთელად იკვებოს და კერძების ესე მოამზადოს და პირიქით იმას აძლევ მეტ мотивациას, რომ ისევ ისეთი კერძე მოამზადოს, რითიც გასუქდა, ხო? ნუ ალბათ ვისაც უჭირს უფრო იმაზე არის. არა, უჭირს არ არის, ხო, არ წერია უჭირსო, ჭარბწონიანებზე არის. არა, ხო და მაგას ვამბობ ახლა, ვინ მივა იქ რომ გაჩუქოს ხორცი, ხო? ვისაც როცა გიჭირს მიხვალ და ჩაერთვები მაგ იმაში, რა ქვია, კამპანიაში თუ არ ვიცი. ხო, მაგრამ ეს გახტომაში როგორ დაეხმარება თქო მაგას ვერ ხვდები. იმაგდენ მეცავიცი, რა ხან არის ესე და შეიმუშავეს და რამდენი ხანია რაც აკეთებენ? მე ახალი ამბავია. აი შევხედოთ და 1-2 თვე. ხო, თუ დაიკლო ჩინეთში მოსახლეობამ. ხო და აი რაღაცა წონის კლების ის თუ გინდა, უნდა იყოს რა იცი, რომ აი წონაში თუ დაიკლებ რაღაცა ვაუჩერი ან რაღაცა სადმე бенზინზე ან რაღაცაზე, ანუ რაღაც დააჯილდო რაღაცით, რაც მის გახტომას ესა წონაში კლებას ხოლმე შეუშლის რა. ეხდი? ნუ бенზინიც ისეთია ხა მაგ ლოგიკით. ან და რაღაცა ბოსტრეული დაურიგო ხილი ან რაღაცა ისეთი რაღაცეები, რაც ხო, არა, გეთახმები კი, მაგრამ ხორციც არ არის ახლა. დარბაზმა რო ის რა ქვია, ახალწელს რო ღვინო და პეჩენიები გვაჩუქა მომხარებდეს. ხო. ხო, კიდე ერთი ამბავი არის. ორსულობისას ყავის მა შესაძლოა ბავშვის სიმაღლეზე იქონიოს გავლენა.
მაგარი კვლევა არის. რა მხრივ, ანუ გაზარდოს თუ პირიქით. ანუ შეუშავოს ხელი და დაახლოებით 2 სანტიმეტრიანი სხვაობა მოქცეს მე შვილს, რომ აი 2 სანტიმეტრით ნაკლები გაიზრდება საბოლოოდ. რაღაცა ეს კვლევა როგორ ჩაატარეს 2500 ბავშვი შეისწავლეს და რაღაცა, მაგრამ ანუ რაც უნდა ყოფილიყო იმას აკისთვის 2 სანტიმეტრით ნაკლები იყო საშუალო. შეიძლება იყოს მაგაში რაღაც ლოგიკა, იცი? ამარანაირად. რანაირად და ყავა ბევრი რაოდენობით, როცა იღებ, გამოაქვს სასარგებლო რაღაცები ორგანიზმიდან. მაგნიუმი, კალციუმი, ბლა რაღაცები და ეს ყველაფერი ზრდისთვის ხო აუცილებელია. შეიძლება. ეხლა მაგათაც შეიძლება ისე გიყვარდეს ყავა, რომ თქვა რომ კაი 2 სანტიმეტრი დაბალი იყოს არა უშავს. მე 82 რამშნობა. სიმაღლეში რა ყრია ხო? 9 ყავა არ დალიო ეხლა მაგის გამო. ყავას ხო ისედაც უშლიან ხოლმე. კოფენი ხო ცუდია. მაგრამ რაღაცას თუ იღები კალციუმს, მაგნიუმს, ვიტამინებს თუ ახმარ არ მგონია. ხო, სისულელე. ნუტრიციოლოგი გვირჩევს რომ სისულელიანიო. კი, აი ეს მარტივად გადავწყვიტე იმათ რომ რეპროდუქტოლოგი, ნუტრიციოლოგი. კი, ეხა იმათ რომ რაღაცა კვლევები ჩაატარეს და რაღაცები და აი მესართ ამჭირდება ეგრე პირდაპირ. გადავიდეთ თამაშზე? საინტერესო ფაქტები არ გაინტერესებს? საინტერესო ფაქტები. დაცხე. ოსკარებზე მაქვს რამდენიმე საინტერესო ფაქტი ისეთი რა? გამოუშვი. პირველი ცერემონია როდის გაიმართა გაინტერესებს? 1935-ში. 1929 წლის 16 მაისს ჰოლივუდ რუზველტ ჰოტელში. და სულ რაღაც 15 წუთი გაგრძელდა. ერთი ნომინაცია საკუთო ფილმი მიცეს და დაიშალნენ. კი, ის ორი ფილმი იყო და $5 ღირდა ბილეთი. ვა. ანუ რატომ სახელი ოსკარი? მისი ოფიციალური სახელია აკადემიის დამსახურების პრიზი. და ლეგენდის თანახმად ამ აკადემიის ბიბლიოთეკარმა მარგარეტ ჰერიკმა თქვა, რომ ქანდაკება მის ბიძია ოსკარს გავდა. ეს ლეგენდა არის. მაგრამ მე მიყვარს, ანუ ვიღაცას რანაირად გავდა ეს სახე ხო არა აქ. ხო, მოკეთ არ ვიცი. გავაგრძელო? 1950 წლიდან მოქმედებს წესი, რომლის მიხედვითაც გამარჯვებულს ან მის მემკვიდრეს ქანდაკების გაყიდვა არ შეუძლია და ეს მემკვიდრეს რას ნიშნავს? ვიღაც მსახიობს ჰქონდა ოსკარი, მაგრამ მოკვდა ის მსახიობი და დარჩა შვილს, ხო ხის ვიღაცის ხო არის ოსკარი. ეს ოსკარი ესე უნდა დაუტოვო. ხო. უყურე თუ მისი მოშორება გინდა, ოსკარის მოშორება თუ გინდა, ვალდებული ხარ რომ ჯერ აკადემიას შესთავაზო სიმბოლურ ფასად $1. აი ეს ოსკარი, აი ჯერთ რატომ გინდა მოშორება, კაი. ხო, სახში ავერატებსაც მიშლის ხელს თუ რა. ხო, და აი გადააგდე ნაგავში. მერე რა გაყიდი, რატომ უნდა გადავაგდო? არა, არ შეიძლება გაყიდო. არ შეიძლება რას დაგიჭერენ? ხო და არ ვიცი, არ შეიძლება. გაგიბრაზდება ესა და აღარ მოგცემს მეორე ოსკარს და იქ იქნება. ხო. ასე შომპენმა რო აჩუქა იმას ზელენსკის თავის ოსკარი. ხო და არ ვიცი, რა ვიცი. რაღაც ჯარიმა შეიძლება. არა. რა ვიცი, აი კიდე მიიღო ოსკარი. ხო. აჩუქა და მე კიდე მეც ოსკარი. ხო. არიცავენ მაგზესებს ნამოგრეთ. ხო, არ ვიცი. ერთადერთი ოსკარი, რომელმაც ოსკარი მოიგო ისტორიაში, არ გაინტერესებს? სახელად ოსკარი. ოსკარ პიტერსენი საუნდტრეკისთვის. მარტო ერთი ადამიანია, ეგეთი და კომპოზიტორია ოსკარ ჰამერშტაინი. ერთ-ერთი ოსკარს აქვს მოგებული. ხო. ოსკარ goes to Oscar. 1996 წელს ნანა ჯორჯაძის შეყვარებული მზარეულის 1001 რეცეპტი იყო ნომინირებული. მთავარ როლში პიერ რიშარი იყო. საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში. მანდარინებიც ხო იყო? კი, ზაზა ურუშაძის მანდარინები 2015 წელს. და ესეც საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში მოხვდა და რა მაინტერესებს, ეს ფილმი ესტონეთის სახელით იყო
წარდგენილი. ხო და რეჟისორი, სცენარისტი და მსახიობების ნაწილი, კი არა და უმეტესი ნაწილი მსახიობების არიან ქართველები. მეგონი, დაფინანსება იყო ესტონური, მეგონი, კინოსტუდია ვინც გადაიღო. მე მგონი. და მაგაზე მაგიტო. ხო. და ამიტომ რა, ცოტა ის არის რაღაცა, გულდასაწყვეტია. სიზამ. მე ძალიან მიყვარს ეგ ფილმი. შენ? კი, ერთხელ მაქვს ნანახი, მაგრამ ხო მომეწონა. და ეს არის კიდე საინტერესო. ლაშა მძინარაშვილი ყოფილა კასკადიორი, ქართველი. და 2022 წელს. ხო. მსოფლიო კასკადიორთა დაჯილდოების Taurus World Stunt Award-ი მოიპოვა, მთავარი პრიზი რა, ეს და ამას ეძახიან კასკადიორების ოსკარს. რა ფილმისთვის? ლაშა მძინარაშვილი 2022 წელს. ეს არ ვიცოდი. და პატარა ესეთი ის არის, რა ქვია, ბონუსი კიდევ ოსკარებზე. მეორე მსოფლიო ომის დროს ლითონის დეფიციტის გამო 3 წლის განმავლობაში ოსკარის ქანდაკებებს თაბაშირისგან ამზადებდა. ეგეთი რა დეფიციტი იყო, არ იყო იმისაზე ჩამოსასხმა. რა ვიცი და ეხა ის არის თან, ხო იცი მოოქროვილი არის. ამას ლაშა მძინარაშვილი რომ მითხარი მოვინიშნავეთ, ნახავ. ხო. შენი პოდკასტისთვის? ხო, ეგ მეც ვიფიქრე ხოთა შორის. ესეთი ის იყო რა, რაღაცნაირი საინტერესო ფაქტები. მადლობა. კარგი. თამაში. კითხვა დავსვათ? კითხვა ხო. ბარი მაქვე. კომენტარები მაყურებლობის. ეგ ბოლოსკენ წავიკითხოთ, ახლა კითხვა დავსვათ. კაი. აპირულ კომენტარში დაგვიწერეთ, ესე იგი წერება აპირულ კომენტარი ერქმევა. რახან დღევანდელი პოდკასტი ესე ფილმებზე გამოვიდა. ხო, ფილმებზე გამოვიდა და ოსკარები და ასე შემდეგ. დაგვიწერეთ, გვაინტერესებს თქვენი საყვარელი ფილმი, ერთი დაგვიწერეთ, აი რომელსაც ამოვარჩევთ რა. ერთი და რატომ ისიც მოყოლეთ. კი ბატონო. და აქვე გთხოვთ, რომ ვისაც არ გაქვთ გამოწერილი, გთხოვთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი გვერდი. ეს ძალიან დაგვეხმარება. ეს რაღაცა ჩვენი ის არ არის, მარტო ახირება. რეალურად მართლა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამას. ერთი დაკლიკება უნდა ესე ერთხელ შეეხო კონკრეტულ ადგილას ეკრანს. ხო, და თქვენი მაუსით თუ ისე. ანუ თქვენი არაფერი არ მიდის. შეგიძლიათ ეს ზარი რო არის, თუ არ გინდათ რომ შეგაწუხოთ მე notification-ებმა, შეგიძლიათ ეგ არ ჩართოთ და არ შეგაწუხებთ და მოდი ესე ვთქვათ ხოლმე, გთხოვთ რომ გამოწერის ღილაკს შეეხოთ. ანუ გამოიწერეთ კი არა, იქნება ესე უფრო იმოქმედებს. ხო, იმიტომ რომ სულ აჩვენებს, რომ აქტიურად გვიყურებს ხალხი, მაგრამ გამოწერილი არ არის რაღაც უმრავლესობას გამოწერილი არ აქვს. შენს პოდკასტზეც ეგრე არის ხოლმე და გთხოვთ რომ გამოიწეროთ. ერთი რაღაცა ერთ-ერთი ბევრი ქართული ტელევიზია არის რა. და ასევე გადის YouTube-ზე და ეხლა ტელევიზიები ხო აქტიურად დაიწყეს თავის YouTube არხების ამოქოქვა. ხო. და ერთ-ერთი ესეთი ტელევიზიის წამყვანი ეუბნებოდა იმას, რა ქვია, მიმართავდა მაყურებელს პირდაპირ ეთერში, რომ ეხლა ტელევიზორში გავდივარ და YouTube-ზეც რაღაც რამდენიმე 1000 ადამიანი მიყურებთო. ხო. ხო და რა გახდაო ლაიქის და გამოწერის ისა ლაიქის ჟმოტები ხართ ეჭვებოდა თავის იმას რა ქვია მაყურებელს რომ ამდენზე გთხოვთო და დაიგეთ და გამოიწერეთო ამდენი თუ უყურებთ თუ არ იწერთო და ესე ლაიქის ჟმოტები ეძახა მაყურებელს ჩვენ ასე არ ვიქცევით ხო ჩვენ გვჯერა რომ უბრალოდ შეიძლება ან გავიწყდებათ ან არ დაკვირვები ხართ რომ არ გაქვთ გამოწერილი და აბა შეხედეთ იქნებ არ გაქვთ გამოწერილი შემთხვევით და გამოიწერეთ და თუ დაალაიქებთ და კომენტარს დაწერთ ხო საერთოდ სასწაული იქნება. კი. ხო, აქვე პატრეონზე მადლობა კიდევ ერთხელ. ხარდამჭერებს. იგულისხმებოდა. ხო. თამაში. პატარა თამაში მოვიფიქრეთ ესეთი. მოვიფიქრეთ რა ახსნის წესებს. ვიღაცებისგან გადმოვიღეთ. ხო, ჯიმი ფელონთან ვნახეთ ეს თამაში. ხო, თამაში ქვია Think Fast. ხო. Fast to fast. Fast. Fast ალბათ. ანუ Are you coming fast? ახსოვს ეგ ვიდეო. Are you coming fast? To how you coming fast ეს ეძახს. To why you coming fast? You hit me, I hit my head. ძალიან ბევრი მაგ ვიდეო. ჩემი საყვარელი ეს არის ვიდეო.
რაღაც ემიგრანტს შეასკდება ველოსიპედით ადგილობრივი და იმას ქუდზე ქონდა კამერა და ის ეჭხუბება ამას და ვიდეო დავლინკავ თუ იქნება თუ YouTube-ზე ნახე აღზევაში იქნება ხო და მე ვფიქრობ ხახე რომ რა ჩემი საყვარელი ვიდეო და რა დებილობებს უყურე ხო მოკლედ ესეთი თამაშია დაუშვამთ კითხვებს ერთმანეთს ჯერ გიორგი დამისვამს 5 კითხვას და დაფიქრების უფლება არ მაქვს. აი, ერთი წამი და უნდა გავცე პასუხი. ანუ კითხვა იქნება ძირითადად დებილობები, არა რაღაცა ფაქტებზე და რაღაცებზე. ChatGPT-ს დახმარებით დაწერილი შეკითხვები. ხო, კითხვები იქნება რაღაცა სისულელეები, ასევე პასუხები სავარაუდოდ სისულელე იქნება, აუცილებელი არ არის რაღაცა ლოგიკური, აუცილებელი კი არა, რაღაცა ლოგიკური და სწორი პასუხი არ უნდა გასცე, თავარი იყოს ჩქარა. ხო, ესეთი კითხვებია, რომ დაფიქრდე მაინც რომ უცებ ვერ გაცემ სწორ პასუხს. ხო. დავიწყეთ? მოიცა მოემზადა. დაიწყო ის ათვლა რა ქვია, ციკ-ციკი ჩაირთო. ცეცხლი რატო წავს? გვერ უპასუხე? ოკეანე რატო არის ესეთი ღრმა? წყალი არის ბევრი. ოი რა დებილობა. რატომ არის საკურწინო კაბა ძვირი? ერთხელ იცვამდა იმიტომ. როგორი შეგრძნება აქვს ღრუბელს? ფუმფულა. რატო აქვს? და რატო დაფრინა მან ჭიტები? მთები აქვთ. კარგია. აი ეს ერთადერთი პასუხი იყო წესიერი. ხო და ცეცხლზე რატო ვერ მოფიქრე? ცხელია და არ ვიცი, დებილობა, ანუ აი რაღაცაც რაზეც პასუხი იცი ერთ წამში რომ უნდა გაცე პასუხი უკვე ძალიან ძნელია რა და ისა ოკეანე რატო არის ღრმაო ბევრი წყალია ხო და რო დაეტიოს ხო მართალია თები ვით რო არ იყოს ეს დებილურად ხო ანუ ეხა არის 4 კითხვას გავეცი პასუხი არ ვიცი აი შეხა 5-დან 4-ს გაეცი უეჭველი მომიგებ დავიწყო მიდი დაასახელა ყველაზე უცნაური ნივთი რისგან შეიძლება სამკაული დაამზადო შტეპსელი აი ეს შტეპსელში ასაცვავ რა ის მაგისი ყელსაბამი კარგია კი ბატონო ანისა კამერას შესაკრავია მაგათ შტეპსელის ის იყოს დაასახელა ერთი ისეთი კერძი რომელიც ძალიან გემრიელია მაგრამ არაფოტოგენური გეტლება არაფოტოგენური ვერ გავიხსენე ვერც ერთი კერძი გემრიელი და არაფოტოგენური კი არა კარგია არ და ბევრია ეგეთი ფხალი ლობიო ლობიოც კი ღომი რა გინდა პუმპულა ღრუბელივით კაი შემდეგი რა ფერისაა ოთხშაბათი მწვანე რატო მწვანე იმიტომ რომ ეს არის რა ქვია მე ღიავდება ორშაბათი არის შავი მე გადმოდის ღირსკენ მწვანე მე ოჩახ კარგი ხარ რამდენი წლისაა ბილი აილიში 21 კაი ახალ პლანეტას რომელიმე საოჯახო ტექნიკის სახელი რომ უნდა დაარქვა რას დაარქმევდი ბურთი ო კითხოთ რაც უნდა დავსვი მე რა გაუმართავი იყო ახალ პლანეტას რომელიმე საოჯახო ტექნიკის სახელი თუ უნდა დაარქვა და მე საოჯახო ნივთი გულის ხო ახო ეგეც არ გეთვლება ნო ტექნიკა რო არ არის ხო ბილი აილიში რამდენი წლის არის არ ვიცი ეგ თუ გავარტყი ორქულიანია კაი მაინცა არა 21-ის არ არის 24 ვაგრძელებთ? ხო, ახლა კიდე 5? კიდე 1 წრე. მზად ხარ? წავიდა. რას სვამენ ძროხები? წყალს. როგორი გემოაქვს შვიდს? მწარე. რა არის, მზად ხარ? რა არის ნიუ-იორკის დედაქალაქი? ვაშინგტონი. რა თქმა ამერიკა
გაგიხარდა რომ უპასუხე. გავარტყი გავიხსენე. აი დარწმუნებული ვიყავი რომ ბიჭო ეხა ძროხა რატო რას სვამსო მაგაზე რძე უნდა მეპასუხა წესი ხო აი და მზად ვიყავი რომ ეგეთ კითხვებს დამისვამდი მაგის მერე რატომ არის ფული ასეთი ღირებული ძვირია და რატომ არის კოვზი პრიალა რა დებილური კითხვა რა დებილად მუშაობს ტვინი რომ დარწმუნებული ვიყავი რომ ამერიკა მითხარი 4-ს გავეცი პასუხი ხო კაი დავიწყო რატომ არის წყალი სველი რატომ არიან თევზები ჩუმად იმიტომ რომ ხმა არის მისი კიდე წყლიდან რატომ არის თოვლი ცივი ზამთარში მოდის და ამიტომ ოჩახ რატომ არის ბალახი მწვანე იმიტომ რომ სცენარია კაი და კიდე ერთი რატომ არის მარილიანი კაი 3 თუნდაც პასუხა არა კი ხო კაი წავაგე ესე იგი საბჭოში არ ვიცი ამდენი ქულაა მაგრამ მე გავეცი წინაზეც 4-ს და ეხაც 4-ს და შენ წინაზეც 3-ს და ეხაც 3-ს ხო რა დაგვრჩა კომენტარები წავიკითხოთ ესე იგი წინაზე დავსვით ესეთი კითხვა რომ ის მაგალითი გაიხსენო ცხოვრებიდან როცა არ გაჩერდი არ დანებდი და წარმატებას მიაღწია ხო არ დანებების ისტორიები რა ხო ანუ გჯეროდაც ჯიუტად ზურა ფიროსმანიშვილი საკუთარ თავს, საკუთარ მავნე ჩვევებს არ დავნებდი. როცა აცნობიერებო შეცდომას უშვებ, არ იქცევი სწორად, მაგრამ მაინც იქ ხარ ჭაობში. ხვდები რომ ჭაობში ხარ, იცი როგორ უნდა ამოხვიდე, მაგრამ ვერ ამოდიხარ, რაღაც გიჭერს. დამეხმარა წიგნი სტეფან ცვაიგის ფანტასტიკური ღამე. დამეხმარა საკუთარ თავთან ბრძოლაში და არ დანებებაში. ბრძოლა კი გრძელდება. მთავარია პრობლემა აღიარო და საკუთარ თავს არ დანებდე. მადლობა წარმატებები. ეს პასუხი მეცნობა და მე ჩემ პოდკასტშიც მომწერა მე მგონი ზურა იყო მაშინაც. იქაც ხონდა რაც ეს კითხვები რომ დაუსვა მაყურებლებს და. ის არის კარგი პასუხიანი. ნუ აქ ხა კარგი და ცუდი პასუხი არ არსებობს, მაგრამ ვიგულისხმე ესეთია რა. სტიმულის მომცემი ადამიანებისთვის და მადლობა. გიორგი ნიკოლიშვილი, ეს ჩვენი გათამაშების გამარჯვებული. ხო. მოგკითხო. მოგკითხო. უძრავ ქონებაში ვარ, დიდი ხანია ვცდილობ ძალიან ძვირიანი ქონების გაყიდვას და არ გამომდის. შეშვებითაც არ ვეშვები და არ ვნებდები მაინც. ხო, ეს ისტორია არის ჯერ დასული რა, შუაში არის. ხო. იქნება არ არის ძვირიანი. ხო, ისე მაინტერესებს რა იგულისხმება. კადრი თუგან გაიყიდება აუცილებლად. ძვირიანში. რამდენიანია ძვირიანი? 9 მილიონი. არ ვიცი. ჩვენს ასე არ ვყიდეთ და გაიყიდებულს ვინამ. იაფიანი ოღონდ. ერთი წელი ვყიდით. კი. ხო და არ დანებდე. აუცილებლად გაყიდე. კი. ოღონდ რა თქმა უნდა აი ხო ყველაფერი ისე არის თან აი ძალიან გვეჩქარებოდა ბოლოს განსაკუთრებით ძალიან გვინდოდა გაყიდვა და ვინც იყიდა იმან უცხოელი იყო და უნდა გადმოურიცხო ფულიო და ერთიანად აპანკმა არ გადმოარიცხინა და ნაწილ-ნაწილი ცხავდა და პარასკევს გადმორიცხავდა შაბათ-კვირა ემთხოვდა და მოკლედ აი მაინც ძალიან გაიწელა აი ხო გაიყიდა ერთი წლის თავზე მაგრამ ჩარიცხვა და გაფორმება კიდე გაიწელა მე კი რა თქმა უნდა მაგის გარეშე ერთი თვე ვაკეთებდი ამ პროცესში მაგისთვის ვარ ხოლმე აი წინასწარ ვარ ხოლმე განწყობილი საერთოდ აღარ მეშლება ნერვები ეგეთ რაღაცეებზე იმიტომ რომ აი ვიცი რომ ესე რომ რაღაცა ჯერ უნდა ვიწვალო რომ რაღაც უნდა გამოვიდეს და მე თუ ვიცი რომ აი გამოვიდა და სადაც არის უნდა დასრულდეს ეს რაღაცა აი ძალიან წყნარად ხვდები ხოლმე იმ სირთულეებს კიდე ბოლო ეტაპებს რა რაც
არის მოკლედ. გივი ნიკოლაიშვილი ჯუტად ჯერა რომ ერთ დღეს სოფელში ისეთი სახლი მექნება როგორიც მინდა ამისთვის ყოველდღურად მცირე ნაბიჯებით მოქმედება თუ მოქმედება აუცილებლად დაგისრულდება ეს კომენტარი რო წავიკითხე როგორ დავინახე ნაცვლად ჩემი თავი რომ აი რამდენი წელია არ ვიცი ალბათ ბავშვობიდან ვოცნებობ კერძო სახლზე აი ესე იმდენს მივახციეთ რომ მაქვს ნაკვეთი მიწის წაუკისში და ჩვენც აი ესე ნელ-ნელად ყუს ნაბიჯებით ჯერ ეხახანს მივიღეთ ნებართვა გერგე გავაკეთეთ აი ეხლა ნელ-ნელა რაღაცა მოძრავდით რა ქვია პროექტზე და ნუ აი ესე მეც ესე ნაბიჯი რაღაც ნახევარი ნაბიჯით უახლოვდებით. კი, თუ ესე ივლი ნახევარი ნაბიჯით. კი, და აუცილებლად იჩქარენელად როგორც არის. ხო, მჯერა რომ თქვენც აუცილებლად გამოგივათ. კი, ნათელიკო არდანებების მაგალითს სამწუხაროდ ვერ მოგიყვებით, ვერ მეგობრობ მე და არდანებება, ვერ მეგობრობთ მე და არდანებება. ძალიან მალე ბეზრდება ყველაფერი და არა მხოლოდ ადამიანების უმეტესობაც. არ მომყოფ ამით და ხშირად ვებრძვი კიდეც ჩემ თავს როცა რაღაცან ვიღაც აღარ მაინტერესებს, მაინც ვაძალებ თავს ამ კონკრეტულზე კონცენტრირებას. მაინც არაფერი გამოდის, მადლობა ნახვამდის. საუბრობთ, მაგრამ ჩვენი მაყურებელიც აღარ იქნება. მობეზდებით. იცი რა, ალბათ ისეთი საჭიროება არ დაგდგომია რაღაცაზე. ან როგორი თქმის, არ ვიცი. ისე არ მოგდომებია რაღაცა. რომ აი ესე ჯიუტად რქებით მიაწვა. მაგრამ ეს ხო შეიძლება ესეც მობეზდეს. რა? მალე რო ბეზრდება რაღაცები. ხო, კი. და მე ეგეც მოგბეზდება, რომ მალე გბეზდება და რაღაცას იპოვი, რაც არ მოგბეზდება. ოჩახ. აი სამომიჭერი. Cold life coach. ამომიჭერი და საკიდამიდა. არა, მართლა არის. რახან ეს გაწუხებს და თვლი რომ ესე იგი გააქვს უნარი რომ რაღაცა თუ მართლა მოინდომე და გადაწყვიტე რაღაცა მზარდანებდა. მაშინ არ შეგაწუხებდა ეს პრობლემა. რომ კონდეს ბუნებრივად ესე მგონია. არ ვამოყოფ ამითო, მაწუხებს არ უწერია. არ ვამაყოფ ამით და ხშირად ვერ ბრძვი. არ ვამაყოფ ამითაც ისეთი გამწონია. ხო და მოკლედ ხო და რახან იბრძვი ხშირად და არ გბეზდება. და თვლი რომ პრობლემა ესე იგი გაქვს რესურსი იმისი. ერთი გამოტოვე, შეიძლება არ გიჩვენებს. ეს ჩვენთან ხო ესე არის ზოგს ჩემთან ჩვენს. ორი დამჭა კიდე, ხო? ხანთაძე. ოღა. გვიწერს. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ევროპაში მინდოდა სწავლის გაგრძელება და ერთ-ერთ სასტიპენდიო პროგრამაზე გავაგზავნე განაცხადი. პასუხი რომ მომივიდა მხოლოდ ერთი სიტყვა rejected დავინახე. მომდევნო წელს ორ სასტიპენდიო პროგრამაზე გავაგზავნე და ორივე პროგრამიდან მომივიდა დადებითი პასუხი. რა თქმა უნდა, ავარჩიე უკეთესი რომელი პროგრამაც იყო და მართლაც ერთ წელში უფრო მეტი აკადემიური გამოცდილება მივიღე აქ იმ პერიოდში, რაც უნივერსიტეტში ვსწავლობდი. შვენიერი. ეს არის რაღაცა ნათელი მაგალითი, ხო? იმის არდანებების და კიდევ ისა უფრო დიდ წარმატებებს გისურვებთ. რასაც დაისახავთ. და სულით. თათა გოშაძე. საქსი ჯოზი გამოგჭა. აჰა, მაგასაც არ მიჩვენებს ნახე რა. კაი მე წავიკითხე. ვიცი შენ აპინულებში თუ ცალკე კომენტარებია? აპინულებს ვკითხო. ნახე, ჩემთან არ ჩანს რა. საქსი ჯოზ. ამ შეკითხვაზე პასუხი თითქმის ნაწილობრივ ან სრულად გაგეცი მე-13 ეპიზოდის კომენტარებში. თავიდან როცა ქუჩაში გამოვედი დასაკრავად, უამრავ პრობლემას წავაწყდი. 1995 წელი იდგა. მე კიდევ გრძელი თმებით დახეული ჯინსით შარვლით და პირში საქსოფონით მაშინდელი თბილისის ქუჩაში. დანარჩენი თქვენი ფანტაზიისთვის მომინდვია. იყო შინაგანი ბრძოლა, ცდუნებებიც იყო, თხოვნა მუდარა ბრძანება ახლობლების მხრიდან, მაგრამ ვთვლი რომ არ დავნებდი. ყოველთვის ვუკრავ იმას, რაც მინდა და აქამდე ასე მოვედი, ერთ რაღაცას დავწერ კიდევ. შეგიძლიათ ეთერში არც გააჟღეროთ. გავაჟღერებთ. ცოტა ამბიციურად მოსჩანს, მაგრამ მგონია რომ მუსიკალური გემოვნების დახვეწაში ერთი ციცქნა წვლილი მეც მიმიძღვის რაღაცნაირად, თუნდაც იმიტომ ღირდა ჩემი ქუჩაში დგომა 20 წელზე მეტი, რომ დღეს უმრავლესობა კაფეში და სუპერმარკეტში ფონად ნორმალური მუსიკა ისმის და არა რაღაც სხვა ჯანმრთელობა და სიკეთე თქვენ წარმატებები. მადლობა დიდი. და ხო, ესეც ძალიან ესეთი მაგალითი არის რა, 20 წელზე მეტიო, ხო? ფაქტობრივად გამოდის, რომ
20 წელზე მეტი არ ნებდება და საღოლ ხო, სხვათა შორის ეს ჩემთვის ძალიან ის არის, ახლო არის და მტკივნეული თემა არის, იმიტომ რომ მეც ამ დღეში ვარ. 32 წლის ვარ ახლა, 4 წლიდან უკრავ. და ნუ აი წლიდან არ ნებდები. პატარა ასაკიდან მუშაობ და ეხლაც ძალიან ხშირად უარს ვამბობ სამსახურზე, სადაც 10-ჯერ მეტი ანაზღაურება არის, ვიდრე ახლა მუშაობ და იმის გამო, ან რეპერტუარის გამო. ხო. და ქართულები და ტაშპანდურები რომ უნდა თქო. ქართულები კი არა, ანუ ქართულებში კარგიც არის და ესეც, მაგრამ ტაშპანდურები როცა უნდა თქო. ხო, აი რა ქვია, მაგ სუფრულები თუ რაღაცა არ ვიცი რა, როგორ ქვია არ ვიცი მას, ქართული, ფანოლი. ხო, ანუ ქართულ კინომუსიკას და ქართულ კლასიკურ მუსიკას არ გულისხმობ, რა თქმა უნდა. იმიტომ უკრავ ქართულს. აზარაშვილსაც უკრავ, ყანჩელსაც უკრავ და კიდე ბევრ კარგ კომპოზიტორს, მაგრამ აქ ლაპარაკი არის, აი ეს ფულს რო დაგიყრიან კლავიატურაზე და რასაც გეტყვიან ის რომ უნდა დაუკრა, ეგეთ მუსიკას გულისხმობ და ჩემთვისაც ძალიან ეს არის. ხო, ეს მტკივნეული თემა არის რა, იმიტომ რომ დღეს არ გვაქვს დაფასება. მაინც და მაინც იმას კი არ ვამბობ, რომ მე რაც მიყვარს, აუცილებლად იმას უნდა ვუკრავდე, მაგრამ აი ეს რო არის, რომ თან მე მსიამოვნებდეს და თან რაღაცა შესაბამის ანაზღაურებას ვიღებ და ეგ არ არის სამწუხაროდ რა და მიწევს ესე მუშაობა, ანუ ცოტა ნაკლები ხელფასით და სამაგიეროდ მსიამოვნებს, რასაც ვუკრავ. და ხო. პატივისცემა მოკლედ ჩვენგან და ასე გააგრძელეთ და წარმატებებს გისურვებთ, რასაც დაისახავთ მიზნად. აუცილებლად ყველაფერი გამოვა. მე ეგრე მჯერა. კი ბატონო. მით უმეტეს ესეთი ნებისყოფა როცა გაქვს და ესე გიყვარს ის რისკენაც ილტვი. კი ბატონო. როგორც ჩვენ პოდკასტს ვაკეთებთ, რატომაც დავსვით ეს კითხვა. ხო. თათა გოშაძე, რა კარგი კითხვაა, დავფიქრე, გავიხსენე და შემდეგი ჩემი თავი დავაფასე, რომ შემძლებია. პასუხი არ გაგვცა, მაგრამ? არა, მოიცა? რაღაცა ეწერა, ქონდა პასუხი გაცემული. შეიძლება სხვას? დავფიქრდი და გავიხსენე და შემდეგ ჩემი თავი დავაფასე. მიქვა რა აპინულებში. აი ვნახავ ახლა. და კიდე ერთი რაც მე მიჩანს. ხო. MŽ 9-ები და 4-ები. მართვის მოწმობის აღების საჭიროება გვიან დამიდგა 33 წლის ასაკში უკვე 3 ელემენტისგან შედგებოდა და უძლიერო წინაღობად მეჩვენებოდა. პირველი 2 ეტაპი იოლად გავიარე, მესამე ქალაქის გამოსვლა იყო რუბიკონი, განსაკუთრებით ბათუმის ქუჩებში, თუმცა უკვე მეორე წელია ვატარებ უჯარიმო და ჯერაც არ მომბეზრებია. კი ბატონო ყოჩახ. ხო, და იცით რა არის ეს კომენტარი თათა გოშაძეს რო უწერია. შემოწაშალა. რა კარგი დავფიქრდი გავხსენეთ, შემდეგ დავაფასე. ხანდახან დაგვიწერეს, რომ ხანდახან არის რომ კომენტარს წერო და იშლებაო. და არ ვიცი, შეიძლება წაიშალა, ანუ ჩვენ არ ვშლით, არანაირი კომენტარი არ წაგვიშლია. შეიძლება წაიშალა და ბოდიში ჩვენი ბრალი არ არის. მოკლედ ეს კომენტარი ჩანს მარტო. სხვათა შორის კიდევ ერთი კომენტარი არის აქ. გიორგი შუშაძე. მე მგონი ეს ადამიანი არის მეზღვაური, თუ სწორად მახსოვს. ხო. შენ რო ჩემს წიგნების რჩევებს აიგდებ ხოლმე. წინაზეც დაწერა რომ წიგნების რჩევაო რაც შეიძლება მე. შენ რო ჩემს რჩევებს აიგდებ ხოლმე? მე არ ვიგდებ არასდროს, უბრალოდ დაგწინე. ნასოსზე და რაღაცებზე? და დღეს არ რჩევა გაქვს. და ამაზეც დაწერა ოჰენრიზეო მადლობა რჩევისთვისო. სხვათა შორის. არაფრის. და კიდე დაგვიწერეს HBO გაიხსნა ჩვენ რეგიონშიო, მე შევამოწმე და მართლა გახსნილა. ხო, და არ გამოვიწერეთ. მადლობა. რატო ხას? ალბათ გამოვიწერ ხო? Netflix გავაუქმებ და ერთი თვე გავაუქმოთ Netflix-ი, გამოვიწეროთ HBO. კარგი. კი ბატონო. კიდე იყო რაღაც მე მგონი. გელოდებოდით ალფის ხასიათზე საუბრობთ და ჩემი ფისო სერსეი ძალიან მშიშარა და მელანქოლიური იქნებ ერთი ეპიზოდი კატებს დაუთმოთ. მათ ფსიქიკას მიუხედავად იმისა, რომ თვლის საბაზისო ცოდნა მაქვს, მათი ფსიქოლოგია უკიდეგანად მრავალშრიანია და დამატებითი ინფო არასდროს არის ზედმეტი.
ფსიქოლოგია ხო ამოუცნობი არის ესეთი. იდუმალი. ხო, ძალიან კარგად ხდება ყველაფერს, მაგრამ გონია რომ ვერ ხდება, ანუ გიმალავს. ეს აქ ხა მაგალითად აი კაცრად ხანდახან რაღაცას რო აფუჭებს, რაღაცას კაბელს დაითრევს და კუნეტს ან რაღაცის გადმოგდება უნდა, ალფი მკაცრად რო დაუძახებ, ეგრევე ანებებს თავს, აი ეგრევე ხდება, რომ ეს ტონი გულისხმობს იმას, რომ რასაც ეხა აკეთებ შეეშვი. კი, მე იცი რა მგონია? მე და მგონია ბოდიში დავამთავრებ. ხანდახან არის რომ მაგას აკეთებს და ალფი რო დაუძახებ, ხვდებიან რომ გამოგხედავს ან ყურის დაძაბავს, მაგრამ არ ეშვება და გათვლილი აქვს ის მანძილი, რომ სადამ შენ ადგები და მიხვალ, იქამდე კიდე აქვს დრო რომ მოასწრო, სადაც აფუჭებს და როგორც კი წამოდები ნაბიჯს გადადგავ, ეგრევე გაიქცევა ხოლმე. ხო. ანუ ეგრეა. ის კი არ არის რომ მაშინ ვერ მიხვდა, ანუ კარგად ხვდება, მაგრამ ისიცაა გათვლილი, რომ ეს ახლა სადამ ჩემამდე მოვა, მაინც მოვასწრებ რაღაცის დაშავებას. და მე მგონია რომ თავიანთ ჩვეულებრივად როგორც ჩვენ ადამიანებს გვაქვს მე აი მართლა ისე მგონია რომ ამასაც რაღაცა თავის შინაგანი ის აქვს სამყარო აქვს რა. ვილაპარაკებთ ხოლმე კადრებზე ხო ის არის ჩვენი ყოველდღიურობის ის არის ნაწილია და კი ესეთი ის არის იდუმალი ცხოველი არის მოკლედ და უძახე და ყური შეიბერტყა. ბევრი ისეთი აზრი არსებობს რომ კატებს ბოდიში და რაღაცა ფეხებზე კიდე ხარ და რაღაცა კატებზე ხო რაღაცა გავრცელებული აზრი არის კიდე რომ აი კატა რო ყავს სახში შენ ცხოვრობ კატასთან და კატა კი არ ცხოვრობს შენთან ესეთი ხასიათი აი საერთოდ არ არის ეგრე პირიქით ეს ამისგან რო უგრძნობ ხარ რომ აი გონია რომ ჩვენნაირია ანუ ჩვენიანია ან ჩვენ ვართ კატები ან ეს არის ადამიანი რა ის რაღაცებს აკეთებს და რას შვება ხო და საერთოდ არ ფიქრობ ეხა ალფის რო უყურებ აგერ უკვე წელიწად ნახევარია რაც ჩვენთან არის და ალფის რო უყურებ აი საერთოდ არაფერ შუაში არ არის აი ეგ აზრები ამასთან რა ზუსტად ისეთივე კომპანიონი არის კი კაი გადავიდეთ რჩევებზე და წავიდეთ ბოლოსკენ კი ბატონო გამოშინი რჩევა? მოკლედ, ჩემი რჩევა არის ესეთი საყოფაცხოვრებო. მაკიაჟის ფუნჯების ორგანაიზერი, რომელიც ვიყიდა მინისოში. ეხლა რატო არის კარგი? ეს კონკრეტული ხამონათდება, რაც ვიყიდე, არის დახურული, იმიტომ რომ სახეზე თუ რასაც იდებთ მოკლედ სახეზე და რასაც ისვამთ აუცილებლად სუფთა უნდა იყოს რა და გარეთ რო არის და მტვერიედება ძალიან ცუდია და ყოველ ჯერზე ყოველ მოხმარებაზე ეს რეცხვაც არ არის კომფორტული. ნუ კი უნდა გასუფთავდეს ეს ფუნჯები ხშირად, მაგრამ ნუ ესე შეიძლება ერთი დღის განმავლობაში ორჯერ გამოიყენო და ყოველ გამოყენებაზე არ არის კომფორტული. ამიტომ ეს ორგანაიზერი ძალიან კაი, იმიტომ რომ ტევადია, რომ იდება, იხურება და ძალიან ეს არის კომფორტული არის, არც გიყრია აქეთ-იქით და ძალიან ისეთი მოსახერხებელია, ერთ იმაში არის მოგროვებული და ხო კიდე ერთი რჩევა მინდა ქალებს უთხრა, რაც მე დავიწყე ბოლო ხანებში. ყველაფერი რასაც წაისვამთ, აი თუნდაც აი ტუჩზე რომ ფანქარს და ტუჩსაც ისვამთ, წაისვით ფუნჯით. იმიტომ რომ ჯერთი ხო ეკონომიურია ძალიან, იმიტომ რომ ფუნჯით რო ისვამ ალბათ იმის ნახევარი პროდუქტი მიდის, რაც ისე წავაწას ასმად და მეორე წასმის დროსაც ძალიან ბევრად უკეთესი სტრუქტურა აქვს რო ისმევ რა და ძალიან მოსახერხებელია. მოკლედ ეკონომიასაც აკეთებ და უფრო ლამაზიც არის და არ ეტყობა რაღაცნაირად ესე ისმევს ზოლებს და რაღაცებს რო ტოვებს ხოლმე ეგ თვალზეც, ტუჩზეც, სახეზეც და ყველგან. მე რომ ისმენ ხოლმე რა ქვია გაკრეჭვის მერე ეს რო არის რა ქვია კრემი მაგას აქვს პარსვის მერე კრემი ეგეც ფუნჯით წავისვა დავზე კარგი მადლობა ჯევისთვის ქალების სახელით მე გირჩევთ საოჯახო კი არა სერიალს ოჯახზე აუ ბოდიში იმას დავაყოლებ რომ ძალიან ისეთ ბიუჯეტურ ფასად არის მინისოში ვიყიდე მე პირადად და ძალიან კმაყოფილი ვარ კი ბატონო მე გირჩევთ სერიალს ოჯახზე ეს არის კომედიური სერიალი დიდი ხნის წინ მორჩა
და არის ძალიან განსხვავებული, არც ერთ სხვა სერიალს არ გავს. და რომლის იუმორი მე ძალიან მომწონს, აი ესეთია რა, იუმორითაც ზოგადად ცოტა განსხვავებული არის. ეს არის Arrested Development, როგორ იქნება სწორი არ ვიცი. Story pronunciation-ი. მოკლედ Jason Bateman-ია მთავარ როლში. Will Arnett-ი თამაშობს მის ძმას, Michael Cera თამაშობს, ჯერ კიდე პატარა როა. David Cross-ი. მოკლედ ისინი რა ქვია, იუმორისაც უყვარს და კომედია მათთვის ნაცნობი სახელებია. Ron Howard-ის სერიალია და მოკლედ აქ ძალიან განსხვავებული კარგი იუმორი. მაგალითად ასე ნარატორი ყავს ხო და რაღაცა ოჯახზე იმ კაცის სახელის დამოუწყდა კიდე ისე ცნობილი მსახიობია, მამას მის თამაშობს. და მოკლედ ძალიან გიჟების და დარწმუნების ოჯახი არის და ამათზე არის და მაგალითად მე-4 სეზონი არის გადაღებული ესე რომ რაღაცა ერთ სერიაში ერთი პერსონაჟის ამბავს დავყვებით მთელი დღე და რაღაცები შეემთხვევა მეორე სერიაში სხვა პერსონაჟს უყურებთ და ამ პერსონაჟმა შეიძლება ჩაიაროს უკანა ფონზე იმ თავის ძველი ისტორიით ვიღაცა იქ ავარიაში მოყვეს და ამის გამო საცობი იყოს და მე-5 სერიაში გვაჩვენებენ რომ საცობში დგას იმიტომ რომ ის მოყვა იქ ავარიაში ანუ რაღაც ესე ერთი დღის ამბავია ოღონდ ბევრ სერიად რა ყველა ძალზაკი გადაღებული და მოკლედ კარგი საყურებელია და გაერთობით რა. არ ვიცი Netflix-ი არის თუ არა, ტრეილერს ჩავაგდებ აღწერაში და შეგიძლიათ უყუროთ გაერთობით ძალიან. ეცი რა ეგ მახსოვს რომ დავიწყეთ და ეხლა რაღაც გაგრძელება მე გავწყვიტეთ და ეხლა მომინდა რაღაც გაგრძელება და ხო, კარგი სატირაც არის, ისეთი იუმორიც არის, ასეთი იუმორიც არის და ანუ მე გიოს მაგარი პერსონაჟები არიან ძალიან, ხო, ერთ სამჯერ მაგ ნახე. ო, შენ დავიწყეთ, მაგრამ მე რაღაცაზე გადავერთეთ. შენ არ გიყვარს? მე რაც შევატყე, მე 30 Rocks-აც იგივე დაგემართა ძალიან ტემპიანი იუმორი. ხო, არა. სტრაფი ტემპი რო ამ იმაში სტრაფი ტემპი არის და ეს ხუმრობას რო შემდეგი ხუმრობა მოყვება და კიდე ხუმრობა და ისეთი ორმაგი და სამმაგი მნიშვნელობა რო აქვს ხუმრობას. აი, უყურე რა არის, მომწონს, ეხლა 30 Rock-ი ძალიან მომწონს, აი, ვერაფრით ვერ ვიტყვი რომ რამე არ მომწონს 30 Rock-ში. უბრალოდ ეხა როგორც უყურებთ ხოლმე, როგორც უყურებდით, Office როგორც უყურებდით, რომ აი შემეძლო, რა ვიცი, უბრალოდ საჭიროა რაღაცა ჭამა არის, საჭირო დაბანა არის, საჭირო მუშაობა არის, საჭირო, თორე აი შემეძლო, რომ 24 საათი მეყურებინა. Office, Seinfeld-ი, Curb Your Enthusiasm-ი, Louis, აი ეგეთი სერიალებია და 30 Rock-ი ძალიან მომწონს, უბრალოდ ბევრს ვერ ვუყურებ. აი ალბათ მიეჩვიო რა მე ძილის წინაც უყურებდი ხოლმე და ისე ვიძინებდი მაგაზე ნუ აუ არა ძალიან ის არის მომწონს იმ მომენტშიც აი ძალიან ვერთობი ძალიან კარგი უბრალოდ აი რაღაცა 2 სერიის მერე ცოტა ვიღლები ტინა ფეი და ალეკ ბოლდვინის ალბათ ჩემ მევიტყოდი საუკეთესო როლი არის რაც უთამაშია კარიერაში მეც ეგრე ვთვლი ძალიან მაგარი ძალიან ნიჭიერი არის კომედიის ჟანრში და ხო მოკლედ მადლობა რომ გიყურეთ მადლობა. აქამდე ვინც გიყურა იმათ 4 მაგი მადლობა. უღრმესი მადლობა. ვინც აქამდე გიყურა ალბათ შეხსენება არ ჭირდება რომ გამოწერილი ვიყოლებით. მადლობა Patreon-ის ხარდამჭერებს კიდევ ერთხელ გულით და სულით და შევხვდებით ერთ კვირაში. მადლობა რომ გიყურეთ. დროებით.